რაჭა ჩემი სიყვარული, ან ყველაზე სწრაფი მსოფლიოში ეს სიტყვები მეგობრებო თუ არაფერს არ გეუბნებათ, მაშინ გეტყვით რომ ჩვენ ვიმყოფებით რაჭის ულამაზეს სოფელში ღარში, რომელიც სულ რაღაც ონიდან სულ რაღაც 2 კილომეტრში მდებარეობს რა და ამ მომენტში ჩვენ გვასპიზლობს რაჭა აპარტამენტი, წამოყევით განახებთ, დღეს გვექნება მოკლედ პატარა ჟუნტურსაც ჩაგიტარებთ, რა როგორ რანაირად, ასევე გვექნება ჩვენი საყვარელი რუბრიკა, რაჭული კერძები იქნება გაშლილ და მაგასაც დავაგემოვნებთ როგორც ყოველთვის და თქვენ უნდა გვიყუროთ რამჯერად სხვა გზა არ არის. ამ სასტუმროს შესახებ ყველანაირ ინფორმაციას კომენტარებში იხილავთ, ჩვენი სპონსორი არის ამ ვიდეოში რაჭის წყლები, ამოგვინათეთ აქ და რაც თავარია, იმერული ვაიბები ახსენ და რაღაცა პატარა პატივს გცემენ რა. წამო. დავცხო? აი გაცივდა საჭმელი დროზე მან. მოკლედ რაჭა აპარტამენტი არის საოჯახო ტიპის სასტუმრო, guest house-ი როგორც იტყვიან. ეტევა 10 სტუმარი. თუ გაიჭირვებთ 17-ის და ეტევა, თუ ვაიდა ვერშობით ვერაფერს და სხვა გზა რა და დათვებთან ვერ ვიძინებთ, აგერ შვენიერი მანქანა არის, ორსაც აქან ჩავაკვეხებთ ვიღაცას რა. ასევე შედის კვებითაც შეგიძლიათ აიღოთ ეს ნომერი, რა თქმა უნდა სხვა ფასებია და მაგ ყველაფერს აი აქ ნომერი ამონათდება, შეგიძლიათ აქ დაურეკოთ საკონტაქტო პირი გიორგი, შეგიძლიათ დაურეკოთ და დეტალური ინფორმაციას უკვე მან მოგაწვდიან. ახლა შევიდეთ და ოთახებიც მოვინახულოთ. რა თქმა უნდა, სასტუმროში თავის ფასის კატეგორიების მიხედვით შედის საქანელზე კატავი, ამ შესანიშნავი 0.11-ის გვერდით. ეს სპეციალურად შეკერა ჩინელმა და ჩამოიტანეს ჩინეთიდან. რომ ასე რაჭაში მთებში გაშემორტყმული ჩაწვე. ამაში და იკოტრიალ ვაღწევით, კასუგებით. ბიჭო, ამაში მეგონა მე ღვინოს აკეთებდნენ, ნუ წვადისთვის. მაგარი რაღაცა, ჩენიშნე გავაკეთოთ მე სახში. აგარა თუქშია მართლა. აგერ იქნება ნომერი დაწერილი. დარეკავ წინასწარ და ესე წოდესოს დაგახვედრებენ რა. რო ვიწყებდი ამ ბიზნესს, რა მეგონა ამ ხელაზე თუ მე ვიდოდი და ამ ხელაზე განვავითარებდი ჩემ ბიზნესს. და მოდი ახლა დაგათვალიერებებ შიგნით რა ხდება. დილის ადრიანად ყავასთან ერთად აი ამ უშვენიერესი მთების ყურებას რაჯობია. და ასევე ამ ბოჩოლას. როგორც გიგი მახსენა, 10 კაცს ვატევთ, უბრალოდ არ არის პრობლემა. გაჭირვების შემთხვევაში 17-19 არც ვაგია პრობლემა. ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, გადევიდეთ სმაჭამაზე. დაიწვა ლობიანე მემასობაში. მეგობრებო, მეტი ასეთი კონტენტისთვის დაგვილაიქეთ ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარი, გამოიწერეთ ჩვენი არხი. თუ ჯგინათ მოიქცევით, აქ ჩაგითავენ იმეულ ვაიბებსაც. ნახე ხოლმე ტელევიზორიას. წევით ვიდეო იწვა. ეხა მეგობრებო, ქალბატონი ინგა ჩაგვიტარებს მასტერ-კლასს თუ როგორ კეთდება ნამდვილი რაჭული ლობიანი. 1-2 სიტყვით რო გითხრათ, როგორ მზადდება ტრადიციული ლობიანი რაჭული. კი ბატონო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიდი სიყვარულით და დიდი პატივისცემით რაჭისა და ჩვენი სტუმრების ერთობლივი ურთიერთობით. ახლა ავიღეთ ცომი გამზადებული არის. ამას რაიმე სპეციფიური მომზადება უნდა თუ უბრალოდ ქვილი, მარილი? ქვილი, მარილი და ლობიო თავისთავად. ლობიო თავისთავად. მეორე კიდე გამოვაცოთ ვიჩინიანი. ერთი საიდუმლო ის არის, რომ ლობიანი როგორც სხვა დროს მინახავს, იფშნება და ეს არ იფშნება. თქვენი ოჯახური საიდუმლო ინგრედიენტი გაგაჩნიათ. ხო, ეს არის კი. მოკრათ, ცოტა ხან გავაჩერებთ, რომ ადვილად გავიდეს. აი, ახლა მეორე ლობიანი გვექნება, ლობიანი ლორით. ლობიანი ლორით კი. ადრე ვაცხოვდით ხოლმე ისე, ჩვეულებრივად რა ქვია, მოუხარშავ იმითი ვიჩინით, მაგრამ ახლა უფრო როგორც იმას ვქენით, მოხარშული ვიჩინა უფრო გემრიელი არის და უფრო ის არის. სავარაუდოდ უფრო ადვილად უკვე გამზადებული ვიჩინა. უმატებთ შიგნით შორდა. ამასაც მოუკრავთ თავს და ცოტა ხანს დავასვენებთ სანამ შევსვავთ ღუმელში. სხვათაშორის მეგობრებო, თუ მობრძანებით რაჭა აპარტამენტში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიესი ლობიანები, რომელსაც ჩვენც სულ მალე შევექცევით. აქედან უკმაყოფილო არავინ არ წასულა. თუ ჭკვიანად მოიქცევით, ერთ საგზურსაც გავათამაშებთ რაჭა აპარტამენტში. ამას ასე ვიზავთ, მისერავთ, მომსერავთ, კარგად დავარტყამთ, დანას მივარტყოთ, მომარტყამთ.
მოვაპუჭკუნებთ ასე ისე რეყავთ მე დაფაზე და წავიდა მომენტში ეგ არის. A few minutes later. აი მეგობრებო, საბოლოო შედეგი წავეთ ეხლა და დავაგებინოთ. აუცილებლად. ხო. ერა, როგორც იქნა, გადავედით ჩვენ საყვარელ რუბრიკაზე რა, ჭამასვი. ნაცნობ კონტენტზე. მეტი ესეთ ვიდეოს ის გამოგვიწერეთ, დაგვილაიქეთ. არ და გავიწყდეთ, მე დავიწყებ. ნახე, აი ვიღაცამ დაწერა ესო რა ქვია. უფრო საინტერესო იქნებოდა ქართული ტრადიციული კერძების დაგეუბნებოდა. ჩვენ აუკაზან როგორც მაყურებელზე ორიენტირებული პიროვნებები ვაქცევთ ამ ყოველივეს ყურადღებას. აბრი დროზე თქვი ჭამია. ამაზე ტრადიციული რა უნდა იყოს მეგობრებო. შუა რა ჭაში? ნაცღამ გლებთან ერთად ჭამთ აგერ საჭმელებს რა. დათვი იყო ჭამასვილი. დილას იყო დათვი ჩამოსული მათ. ეზოში. ეზოში. მთელი დილი შვიცარზე ღმუოდა და გამოვედით ყველა გარმა აღმოჩნდა ძროხა. მოკლედ. ჩვენს უფროსო გადავავლოთ ახლა. ეს არ გვინდა. წითელ კოპლება კალმახი გვაქვს, რომელიც მხოლოდ ჩვენ დინარეშია, აქ. რომელიც მე ძალიან მიყვარს. ხო. წვადი, ვიჩინა და ლობიანი. ლობიანი არის როგორც წითელ კოპლებიან. წითელ კოპლებიანი. ახი აღერ აქვს წითელ კოპლები. ხო. და რაც თავარია ეს მისი უდიდებულესებელ რეგული ლობიან. რომელიც მე არ მიყვარს, მაგრამ ვიდეოსთვის რა ვქნათ ახლა. ლობიანზე რაფერ უნდა თქვა ვიღაც მაგრამ. კაი. მე დავიწყეთ ახლა როგორც შემჩნია იმის დაგემონედა ვაფშე მაგარი იყო, გემრიელი იყო ძალიან. ვიჩინა. გადავალ ახლა წვადის მიმართულებით და ლუკა ძალიან გთხოვ, არ დაიწუწუ არაფერი. აუ, წვადი არის იმას. აბა ჩამოვაგდე? მოგიდე ხელი. ცხელია? არა, მოგიდე ხელი, ბიჭი, мама პაპურაც. აუ, რა კაიას. გაჩერდეთ იზუსი. არხი გამოიწერეთ მაკარონები შეაცხელეთ და წავიდა. ანა, როგორ ხაშნებს, ა? აი ძმაო. აი გარია. მაგარია. ჩამოდით? მე თვით? რა ჭაზე გითხარით ეს იყო აი. აჭაზე? ხო. ულამაზესი. მხარი არის, იგივე მთებით შემორტყმული. ზაფხულში ძმაო, არ დაგწება არაფერი. იქნები გრილად, წავხარ დინარეში ბანავებ. მართლა. სადაც ახლა ჩვენ სოფელში მყავთ, აბსოლუტურად კეთილმოწყობილია, როგორც გზა. ნებისმიერ მანქანა მოხვალ სოფელში. დაბალ გამავლობის, მაღალი გამავლობის კეთილმოწყობა, რაც შეიძლება რო იყოს, ინტერნეტი, გაზი, წყალი, კანალიზაცია, აბსოლუტურად ყველაფერი გაყვანილი არის, მაღაზიებიც აქვე არის. მაღაზიები იმდენი ხალხი არა, მაგდენ. ო, ასევე გვერდით არის მოედანიც და რა თქმა უნდა მდინარე. მჟავე წყლები ხო ყველგან არის აბსოლუტურად. ვისაც წავლაგინდათ კიდე სკოლის მეტი რა არის იდეა? ბაღი გააკეთეს, ძმა, იმ არის წყალტბოლში არ გვაქვს ასეთი. ტელეფონი ძიგერს. Wi-Fi-ც არის. თქვენ გამოგვიწერეთ და გველაიქეთ და გვიკომენტარეთ. კომპანიებმა თუ გინდათ გავსიან უკეთესი რეკლამები, გთხოვთ შეგვეხმიანეთ. ჩვენი სპონსორი არის წყალტუბოს წყალი. იქეთ მეორე მხარეს რაჭის წყალი. მეორე მხარეს რაჭის მჟავე წყლები. იდეალურია. მოგატყუებენა გეტყვიან რომ ვიჩინა ნაჭული ვიჩინაზე უნდა იყოს აი თხელი რა როგორც მსგავსი აი ეს ვიჩინა არის. ნახეთ. ქუთაისში იყიდება მაგალითად ვიჩინა ღირს 25 ლარი რაჭული. თვითონ რაჭაში ღირს 55 ლარი. მაგრამ ქუთაისში ან ნამდვილი. ნო. აი წითელ კოპლები კალმახის ფასი არის კილოგრამი 200 ლარი. ეს იმაში არ არის შეტანილი გაშენების რაღაცა პირას. დღეს არა და ხვალიდან იქნება. როიცოდეთ ახლა გუგიყურებს ხალხი გვერდიდან და ნერწყვებს ყლაპავს. ყველაფერი რა გადასა. ჩემი აზრით შემდეგი ეტაპი უნდა იყოს ლობიანი. ლობიანი. გადავიდეთ ლობიანზე. რაზეც მე ვამყარებ ძალიან დიდი მეტს. ეუ ახლა ამოვარდა მდღვერი დაიგის. ავაი წავიდა. აი ზმაო. საირას ლობიანი ვჭამეთ წინა დღის, მაგრამ დაგლიჯა. მე ლობიანი საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ ეს ავი იდეალურ. ხო. ანუ ეგ იქნება ლოგის ვიდეოში, ან დევს არხზე უკვე, ან ჯერ არ დევს და ცოტა ხანში ნახავთ. ეს არის ლორის გარეშე.
ეხლა ვნახავთ ლორით როგორი არის. მე გადავიდეთ შეფასებაზე და რომელი ჯობია. ეგინათ ვიდ თბილისში და მე ჩამოვით რაჭაში, ბათუმი დაიგენი ავისთვის მე მშვენიერი ადგილია. ბატონო ლუკა. აუზი გინდა არის. აუზი გინდა არის. დინარე გინდა არის. არის. ცა არის, ზღვა არ არის, მაგრამ მივიყვანთ. შემდეგი რუბრიკა ლორით მირთვის ბატონო ლუკა. აუ, ეს ტრადიციული მეთოდებით აიგეთ, ბევრად მაგარია. ლობიანი მიყვას სასტიკად. მაგრამ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ლობიანი ლორით მაინც და მაინც არ მიყვარს, მაგრამ ეს არის იმენა ტოპ, აჩვეულებრივ ლობიანს ჯობია ბევრად. მაგარია. ჯობა მაგარია. მე რაც და ლორი ხო შებოლილია და შებოლილის გემოზე მიყავს და მე რაც გავსინჯე ლობიანი საერთოდ როგორც გითხრა წაღან არ მიყვარს რა. ნუ რა უნდა ქნან? არხი გამოიწერეთ და ვიდეო დაალაიქეთ. მალე 2000 გამომწერზე. ამას მე ვერ დავტოვებ. მაკარონი თუ აგიცივ და გააცხელე ჩვენ ჯერ კიდევ ვაქავართ. ჩამოაცხებ არემ ერთი ჭიქას და ასკი. კაი შეავსო. ისე მაინც გაგის რა არის ქართველი არა ხარ. მედი. ამ ლამაზ ფონზე და ამ ლამაზ ნოტაზე მოდით ჩემო გამოწეროთ თქვენ გაგიმარჯოთ და მალე უკვე მოგველოცოს 2000 ჩვენ და მალე უკვე მოგველოცოს ერთმანეთს 2000 გამომწერი. სადაც ასე შემდეგ ვიდეოში არა და იმის შემდეგში 2000 გამომწერი. აბა გაგიმარჯოთ. ცხამი დობა ფერსი გადი და გოი. რაღაცის ხმა მინდოდა და მუცებ შენ თქვი და მე შევჭამ აგერც ახლა. შეგახსენებთ რომ ეხა რომელი გათამაშებაც იქნება, მაგ გათამაშებით ერთი ჩვენი გამომწერი წავა საქართველოს თურქეთის მატჩზე. აი გამოიწერეთ და ლაიქეთ და აბა შემდეგში ხვდამდე. ჩვენ ახლა ამას გავაგზავნებთ კაცო არა პრობლემა იგი. აუ ჩართული არა ეგ შიჩი. მართლა? მეღადავები?